ემსხვერპლენ თუ არა გულგრილობას ბათუმში მცირეწლოვანი ბავშვები, რატომ დაიწყო ოცნება 21 წლის წინანდელი ამბების გამოძიება ახლა და როდემდე უნდა იბრძოლოს ქართულმა ხალხმა. თემაზე სტუმართან ძლიერი საქართველოს წარმომადგენელ ვანო კაპანაძესთან ერთად ვსაუბრობთ. ბატონო ვანო, ძალიან დიდი მადლობა რომ მოხვედით, მოგესალმებით. მოგესალმებით, მეც მადლობა მოწვევისათვის. აუცილებლად უნდა დავიწყოთ ტრაგედიით, რომელიც დატრიალდა საქართველოში. დღეს დაკრძალეს ის ორი პატარა ბიჭი, რომლებიც ბათუმში ჩავარდნენ თხრილში. არის თუ არა ეს დაუდევრობა, რატომ მოხდა ეს ფაქტი და რატომ ცდილობს ქართული ოცნება საზოგადოება გააჩუმოს ამ ფაქტზე? და რატომ თქვათ არ აღიარებენ, რომ ეს არის დაუდევრობის ფაქტი და რომ ეს შეიძლება არ მომხდარიყო? მე შემიძლია იგივე ანალოგიები თქვათ მოვიყვანო წინა ხელისუფლების ნაციონალური მოძრაობის დროსაც გასაგდებოდა. იმიტომ რომ ნებისმიერ ხელისუფლებას, განსაკუთრებით ხელისუფლება, რომელიც არის ავტორიტარული, არ სურს რომ რაღაც საკითხები გახდეს პოლიტიკურად აქტუალური, ტრაგიკული მით უმეტეს საკითხები, რომელიც შეიძლება ყველა ოჯახს და ყველა ადამიანს შეეხოს, იმიტომ რომ ის ორი ბავშვი არა მარტო მის ოჯახს დააკდა, არამედ საქართველოს მომავალს დააკდა, ხო? არც ისე დიდი ხანი გავიდა, რაც თბილისში ბავშვი დაიღუპა იგივე სიტუაციაში. იგივე, რა თქმა უნდა. და ეს ტრაგედიები, რა თქმა უნდა, აქ იკვეთება, რომ საზოგადოებისადმი ხედვა აქვთ მომხმარებლური. ანუ ისინი არ თვლიან, რომ საზოგადოების სამსახურში უნდა იყვნენ. არ თვლიან, რომ პირობები შეოქმნან საზოგადოებას, უსაფრთხო პირობები, უსაფრთხო. აი მე შეძნებული ვიყავი, როდესაც დავაკვირდი და დავინახე, რომ იქ ჯარცეც იყო საუბარი, მაგრამ იყო რომ სათამაშო პირობები კი არა, რა უნდა ქნას ბავშვმა იქ ნანგრევებში არიან, ნანგრევებში ცხოვრობენ და ანუ არავინ არ ზრუნავდა რეალურად მათ უსაფრთხოებაზე. იგივე უსაფრთხო გარემო, ასე ვთქვათ, არჩევნ არა გვაქვს, მინდა გითხრათ. რომლებიც აი ქალაქში დავდივართ, იმიტომ რომ ნებისმიერ ადგილზე, თუნდაც ზემოთ საფრთხეზე არსებულ სკვერში, ხარეზოვის ბაღში. გამოქვეყნდა დღეს რამდენიმე ფოტო სოციალურ ქსელში, სადაც კატასტროფული სიტუაციაა, ფილაქნები ისე აყრილი, რომ ნებისმიერი პატარა ბავშვი ჩავარდნის შემთხვევაში შესაძლოა ბავშვი არ დაიხჩოს, მაგრამ ძალიან დაზიანდება ფიზიკურად. ასევე გამოქვეყნდა წყალტუბოს ტყეპარკში გადაღებული ფოტოები, სადაც არც ჭას არ აქვს თავი და ამის თაობაზე მხოლოდ ახლა არ გახდა ცნობილი. დიდი ხანია ჟურნალისტები, ასე ვთქვათ, გაკივიან ამ ფაქტის შესახებ, მაგრამ რეაგირება არ არის. მე შემიძლია აი თითქოს ელემენტარულია, მაგრამ იგივე თამარ მეფის ქუჩაზე, იგივე ქალაქის ცენტრში ფილაქნები ჩაწყობილია, ისე რომ როცა დადიხარ, აი ასეთი ხტუნავს და შეიძლება ჩავარდე, ან შეიძლება ფეხი წამოარტყა, ან შეიძლება პლაზირის ზეგთან იგივე სიტუაცია. ესეთი ანუ არ მუშაობს ხელისუფლება იმაზე, რომ უსაფრთხო გარემო შეიქმნას ადამიანებისთვის. ისინი ფიქრობენ მხოლოდ თავის უსაფრთხოებაზე. და ერთი პირის უსაფრთხოებაზე გამოიკვეთა უკვე, რომ მთელი საქართველო ემსახურება ერთი პირის უსაფრთხოებას და ერთი პირის ფუფუნებას, ასე რომ ვთქვათ. მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციიდან დღეს დაბრუნდა ბატონი გახარია ყოფილ ელჩთან ერთად. და ის იქ იმყოფებოდა ქალბატონ სალომე ზურაბიშვილთან ერთად, რომელიც მონაწილეობდა აი ამ კონფერენციაზე, ესწრებოდნენ ამ კონფერენციას, აეროპორტში ეგრეთ წოდებული ტიტუშკები დახვდნენ ბატონ გახარიას და დაუშინეს კვერცხები. გახარიას გუნდი აღნიშნულ თავდასხმის უკან ხედავს ივანიშვილის შემოქმედებას, ასე ვთქვათ, და დამკვეთ ძალად მიიჩნევს ივანიშვილს. თქვენი აზრით, მოქმედებდნენ თუ არა ტიტუშკები აი ამ სპეცსამსახურებთან ერთად? ეს ეჭვი გაჩნდა თუ არა, ვთქვათ, გახარიას გუნდის გარეთ იგივე საზოგადოებაში, საზოგადოება ასე ფიქრობს თუ არა? და აქვე მინდა განვაცხადო, რა თქმა უნდა, ტელემაყურებლის უმეტეს მონაწილეს იცის, რომ ქართულმა ოცნებამ გააკეთა განცხადება, რომ არავითარი კავშირი არ აქვს ამ შემთხვევასთან. თუ ჯერა როგორ ფიქრობთ თქვენ ეს საზოგადოებას? რა თქმა უნდა, საზოგადოებას ამის არ სჯერა. მე შემიძლია აი ესეთი უბრალო მაგალითი მოგიყვანოთ. 92 დღე არის, რაც აქციები არის და მე პირადად ქუთაისში ლამის ყოველდღე აქციაზე ვარ და იგივე მსვლელობებზე ვესწრები. და აი გუშინ წინ მაგალითად 200 ადამიანი მოვიდა, ცოტა ხმამაღლა საუბრობდნენ. და შევატყვე, რომ აი იქ რამდენიმე პოლიციელი ყოველთვის დგას, კამერაცაა დიდი, ახალი დიდი კამერა გააკეთეს, ალბათ სურათს ვიღებთ, ის ხანდახან ერთობლივად მივდივართ და სურათს ვიღებთ.
მაგრამ ალბათ გვისმენენ კიდევაც, მაგრამ არ ეს ჩვენზე არ მოქმედებს, მაგრამ რაზე მინდა გამომახვილო ყურადღება, რომ ეს პოლიციელი მოვიდა და როდესაც შეატყო, რომ ჩვენ ამ ნასვამ ადამიანებთან ნორმალური ურთიერთობა აღვადგინეთ, წავიდა დაბრუნდა, მიხვდით? ეს შევატყვით ჩვენ. იგივე არ დამავიწყდება მეგრომ მსვლელობის დროს, მაგალითად, ფოლკლორის სასახლესთან აღმაშენებლის მოედანზე, ნახევარქუთაისი ცნობს იმ ადამიანს ეხლა, მაგრამ გვარდასახელს არ ვიტყვი, მანქანიდან გადმოხტა და ეს მსვლელობის მხრივ რაღაც უარყოფილ სიტყვებს იძახა. შოუის მონაწილეების მისამართით თქვა. ვიღაც მივიდნენ პოლიციელები ასე ვთქვათ, ჩააცხრეს სიტუაცია, ეს ადამიანი ჩააჯინეს მანქანაში და ანუ გაარიდეს. ანუ რისი თქვა მინდა, იცით? ეხლა მე იმას კი არ ვამბობ, რომ ჩვენი პოლიცია ჩვენ გვიცავს, მაგრამ არავინ არ თქვას, რომ ჩვენი ერთ დღეს ჩვენ ვიღაცამ დაგვესხას თავს და იქ რომ მოვიხედავ და პოლიციელები არ იქნებიან, ვერ დამარწმუნებს ვერავინ, რომ ისინი არ გაარიდნენ იქედან. ვერავინ ვერ დამარწმუნებს, იმიტომ რომ არ არსებობს სხვანაირად, მიხვდით? დღეს ჩვენ პოლიციურ ქვეყანაში ვცხოვრობთ, ხალხო. ჯერ ერთი უზარმაზარი რაოდენობით პოლიციელი ყავს სახელმწიფოს, მერე საკმაოდ მაღალ ანაზღაურებადი. და ინფორმაციულადაც აკონტროლებენ სიტუაციას. ვერავინ ვერ გაბედავს, რომ ვინმეს თავს დაესხას, მით უმეტეს საჯარო სექტორში, სადაც კამერებით სავსეა ყველაფერი, აეროპორტში შიდა სივრცეში, თუ მათ არ ექნებათ რაღაც გარანტიები. ამიტომ აქ ორი აზრი არ არსებობს, წახალისებულია ხელისუფლების მიერ, მაგრამ აქ უფრო ხელისუფლების ზედა ეშელონების პოლიტიკოსების მიერ, ალბათ ის ხალხი. ნიტუშკები არიან, რა თქმა უნდა, კი ბატონო. სამწუხაროდ მე არ ვიცი გავადრო და ალბათ შეცხვებათ მე თავის აქციელს. იმედი მაქვს, რომ ხართ საქმის კურსში ქართულმა ოცნებამ დაიწყო 21 წლის წინანდელი საქმეების გამოძიება, კი ბატონო, ეს მაშინ როდესაც 2024 წლის არჩევნები ცნო თელმა მსოფლიომ არალეგიტიმურად, ეხლა რატომღაც გახდა ეჭვის ქვეშ 2008 წლის და 2004 წლის არჩევნებიც ქართული ოცნებისთვის და ქალბატონმა წულკიანმა გააკეთა განცხადება, რომ თუ ის ადამიანები, რომლებსაც დაიბარებენ დაკითხვაზე და არ მივლენ პარლამენტში, კანონის სრული სიმკაცრით დაისჯებიანო. სასამართლოს მიერ, ხო? რომელიც სასამართლოს? პარლამენტში იბარებენ. ხო, გავიგე, მაგრამ მე ვინ გაასამართლებს ამ ხალხს? ეს სასამართლო, ხო? ალბათ, კი ბატონო. როგორ ფიქრობთ, რატომ მაინცა და მაინც ახლა გახდა ამ გამოძიების დაწყება საჭირო? ნუ ეს არის მორიგი სანახაობის შექმნა უნდათ, იმიტომ რომ რეალურად ჩვენს ქვეყანაში ხარ რაც ხდება, ქვეყანა აბსოლუტურ იზოლაციაშია მსოფლიოს გარედან, შიგნით პროცესებს ხელისუფლება ვერ მართავს და უნდათ რომ რაღაც სანახაობა შექმნან, რომელსაც თვითონ გააკონტროლებენ. შემდეგ ამ სანახაობას მოაყოლებენ მათივე ექსპერტებს და მათივე პროკურორებს და ფიქრობენ ასე, რომ შექმნიან რაღაც დიდ სანახაობას, დაიჭერენ ვიღაც დიდ ბუებს, რომლებმაც დიდი დანაშაული ჩაედინა და ამით დროს გაიყვანენ. ეს ამით არაფერი არ შეიცვალა. ბატონო, მე არ ვიცი თქვენ ადევნებდით თუ არა სტუდიის მიღმა ეხლა სიუჟეტს თვალყურს, სადაც ერთ-ერთი მოქალაქე ამბობდა, რომ ვინ უნდა გასამართლდესო, თუ კი რეალობასთან და სინამდვილესთან გვექნება საქმე, ნახევარი ვთქვათ, ნაციონალური მოძრაობა არის ქართულ ოცნებაში და მაშინ ჯერ თავიანთი წევრების გვარდასახელებით არის ნობელი ეს ხალხი. კი, დაიწყონ ეს პროცესიო. კი, იგივე ხარება იქ კადრები არის, რომელიც მონაწილეობდა წინა ხელისუფლების დარბევებში და დაკვეთებს იღებდა. რაზეა საუბარი საერთოდ? დღეს არის 82 დღე, რაც უწყვეტი პროცესი მიმდინარეობს აი ამ პროტესტის და მე მაინტერესებს თქვენ ბრძანეთ ახლა რომ ძალიან ხშირად ხართ ხოლმე როგორც ქუთაისში ასევე თბილისში აქციებზე იქ იცით თქვენ რა სიტუაციაც არის და იცით რომ ეს პროტესტის აქციები კეთდება იმ ადამიანების მიმართ ვისაც განსაკუთრებული იდეა აქვს და უნდა თავისუფალი ქვეყანა და ხედავს თავის მომავალს ქვეყნისას ევროკავშირთან, მაგრამ ხომ არ თვლით, რომ ამ აქციებში უკვე პოლიტიკოსების ჩართვის დროც არის და უფრო გამოაჯანსაღებს თუ არა პოლიტიკოსების ჩართვა ამ პროცესში სიტუაციას. კი არის თქვათ ახლა ეს პროტესტი პოლიტიკური, მაგრამ პარტიული არ არის, ხო ესეა? ხო არის ესეთი ხედვები, მაგრამ პირველეს ყოვლისა მე გამოვიყენებ ჩემი აქ ყოფნას და აი ხნეობას
ასე ვთქვათ, მოუწოდებ რომ ხნეთ იყვნენ თავისუფლების გუშაგებს უძახი ბიჭებს ვიცოდადიან. ახლა ქუთაისის პირობებზე 50-100 ადამიანი სულიქ მოდის და სხვა იცვლება თან ეს ადამიანები, იმიტომ რომ ყოველ დღე შეიძლება ერთ და იგივე ადამიანი არ იყოს, ამინდები თან ძალიან ცუდი ამინდები იყო, მაგრამ თავარი რა არის, იცით? თავარი ის არის, რომ ძალიან დიდი შემართებაა, როდესაც ჩაივლის მანქანები და ისინიც შემოგეხმიანებიან თავისი ასე ვთქვათ ხმოვანი. ანუ სოლიდარობას გიცხადებენ აქციაზე. ისინიც არის ესეთები ვინც რაღაცებს შემოგვეძახებენ, მაგრამ ახლა ეს არ არის პრობლემა. უბრალოდ პოლიტიკოსების ჩართვაზე რაცაც თქვი, აი მაგალითად ქუთაისის დონეზე ვინც არის ქუთაისის ასე ვთქვათ პოლიტიკაში ჩართული, იქ მე ვხედავ იმ ადამიანებს არიან, მოდიან რაც შეეხება თბილისშიც აქციებზე ის პოლიტიკოსები მიდიან საზოგადოებასთან დგანან ოპოზიციური პარტიების პოლიტიკოსები საზოგადოებასთან დგანან და ერთად იბრძვიან მარტო პოლიტიკოსები საზოგადოების გარეშე ვერაფერს ვერ იზამენ და პოლიტიკოსებზე რაღაცის გადაბრალება ან ვიღაცაზე რაღაცის გადაბრალება ეს მარცხი იქნება თუ ასე ვთქვათ წარმატება არ არის სწორი მე თუ მკითხავთ კი ბატონო მე სულ რამები გულისხმე ეს აქციები ხომ არ არის პოლიტიკური ძალებისგან მართულები ამას ხო ის ადამიანები მართავენ ვინც აწყობენ ამ აქციებს კი მაგრამ ხანდახან უბრალოდ ხომ არ არის დრო რომ აი ვთქვათ პოლიტიკოსების და ეს ადამიანების რომლებიც თვითონ აკეთებენ ამ აქციებს გაერთიანდნენ იმიტომ რომ კიდევ ერთ შეკითხვა მაქვს როდემდე უნდა იბრძოლოს ქართულმა ხალხმა და ვთქვათ როდემდე უნდა იდგნენ პროტესტის გამოსახატავად ქუჩაში. რა არის იცი ძალიან რთული შეკითხვა არის ეს შეკითხვა და მსგავსი შეკითხვებიდან ისინი ჩვენც გქონია ერთმანეთში დასაკუთარ თავთან. ჩვენ არა ვართ ეხა ის ხალხი რომ ისა იარაღი გქონდეს ან რაღაც კი ბატონო ეს არის მშვიდობიანი აქცია. რა თქმა უნდა მშვიდობიანი აქციაა. ჩვენ მოუწოდებთ ყველას რომ ერთად დავდგეთ და რაც უფრო ბევრი დავდგებით ერთად უფრო ასე ვთქვათ გვეშველება და ჩვენ არ ფიქრობთ იმას რომ არავინ იქ არ ფიქრობს იმას იგივე ძველი პოლიტიკოსებიც ვინც არიან ასე ვთქვათ წინა მთავრობის და კიდე წინა მთავრობისში მოღვაწე ადამიანები რომ მათ პირადად რამე უნდათ არავის არაფერი არ გვინდა უბრალოდ ჩვენ გვინდა რომ დაიწყოს ახალი თავისუფალი საქართველოს შენებლობა და ამ შენებლობაში არ ვეყოფით ამ შენებლობას ის ხალხი ვინც აქავართ დაგჭირდება იმ ხალხის ჩამოყვანა აუცილებლად ვინც ევროპაში და ამერიკაში არის იმიტომ რომ იმდენი რამეა გაფუჭებული და იმდენი რამეა გასაკეთებელი რომ არ ვიცი ესე იგი რამდენი საქმეა გასაკეთებელი და ის რომ ვიღაცამ ეხა ყველას გვეჩქარება და გვიხარიაგანა მე ხა ვინც მე მიცნობს მთელი დღის განმავლობაში ფიზიკურად მშრომობ და საღამოს კიდე მივდივარ იქა ასე ვთქვათ მეორე სამსახური ბავშვი მეუნება უფასო სამსახურში მიდის მამაო და მივდივარ იქა კიდე და სანამ არიან ერთმანეთს ვამხნევებთ ერთმანეთს ინფორმაციას უზიარებთ რასაც ვღებულობთ დღის განმავლობაში და ვართ მზად იმისთვის რომ სიტუაცია შეიცვალოს ეს არის მნიშვნელოვანი კი ბატონო რაღაც ნაწილში შეიძლება ეს რაოდენობა შემცირდეს ხალხის, მაგრამ პროტესტი არ დაიკარგება, ამაში მე დარწმუნებული ვარ. კი ბატონო, მაინც ალბათ ვერ გააჩერებენ იმ მიუხედავად იმისა, რომ საჯარო სამსახურებიდან თქვენ გაიგებდით ამის შესახებ, რომ მასიურად ხდება ადამიანების გათავისუფლება და დისკრიმინაციული მოტივით არის თუ არა ეს გათავისუფლება და შეიძლება თუ არა ამ პროცესებს უწოდოთ რეპრესიები. რეპრესიები დაწყებულია ჩვენთან ფიზიკურად იჭერენ ხალხს თავში ურტყამენ პირდადად აყვანის პროცესში შემდეგ სასამართლოზე გაყავთ სადაც არც უსმენენ ასე ვთქვათ ტყუილად იჭერენ ადამიანებს ტყუილად ესე ვთქვათ შეიძლება არ დაიჭირონ მაგრამ 5000 ლარიანი და უფრო მეტი თანხმები ესე ვთქვათ ჯარიმები მიაქვთ რეპრესიები დაწყებულია მოდი ამას შევხედოთ პირდაპირ ჩვენ იგივე ჩვენ არ ვიცი ახლა მე არ ავაშავებ კანონს მაგრამ არ ვარ დაზღვეული რომ რაღაც გამოიგონონ და რაღაც ასე ვთქვათ დაგვაკავონ ამისთვის ყველანი უნდა ვიყოთ მზად მაგრამ ეს არ არის მთავარი კიდევ ერთხელ ამბობ რა არის იცით აი რაღაც სპირალია ისტორიის სპირალია და რეალურად ჩვენ რო გადავხედოთ წინა საუკუნეს 100 წლის წინანდელ ეპოქას მსგავსი პროცესებს გავდივართ ახლა უბრალოდ მაშინ იყო სხვა მანქანები ახლა სხვა მანქანებია მაშინ მაუზერიანი ხალხი დარბოდა ახლა მაუზერი თქვათ ისე რომ დატყავის ლაბადა არაცვიათ მაგრამ მსგავსი მენტალიტეტი აქვთ
არ არის გამორიცხული რომ დააბეზღონ ვიღაცები პოლიტიკური ნიშნით ადამიანები დააკავონ სამსახურიდან გაათავისუფლონ არ არის ეს გაგრძელდება სანამ არ იქნება სამართლიანობა და სამართლიანობა არის რომ დროულად მოხდეს რიგარეში არჩევნების ჩანიშვნა ეს უპირველეს ყოვლისა ხელისუფლებას უნდა აწყობდეს ამ ხელისუფლებას რომ კრიზისიდან გამოვიდნენ იმიტომ რომ რა ხდება იცით აი ის 37 წლების ადამიანები ვინც მაშინ შეეწირა ასე ვთქვათ რეპრესირებული ვინც იყო უმრავლესობა ჩვენ ვიცით მაგრამ ძალიან უმცირესობა ვიცით ისინი ვინც რეპრესიები ჩაატარა იმიტომ რომ ისინი არავის არ აინტერესებს მიხვდით და ესენიც არავის ინტერესში არ იქნებიან და თუ ასე გააგრძელებენ ესენი ისე მოიქცევიან რომ აი სახლიდან ხუშ ვერ გამოყოფენ იმიტომ კი არა რომ მე ვინმეს ვაშინებ ასე იქნება და თუ კი წავლენ სადმე თქვა დემოკრატიულ ქვეყანაში ევროპა იქნება ეს თუ სადმე იქაც მუზებნია გაბრაზებული ადამიანები და ეხაც იგივე ხდება ხო რამდენს მიუვარდნენ თქვა იგივე პარიზში და ბრიუსელში ხო ეხლა ავით ჩინეთში თუ წავლენ და იქ შეეფარებიან ან რაცა დაიმალებიან თებში მაგრამ არ უნდა უნდოდეთ ხო ეს რატო უნდა უნდოდეთ ისინი იმათმას უნდა იცხოვრონ ამ ქვეყანაში უბრალოდ ჩვენ უნდა დავიწყოთ ახალი საქართველოს მშენებლობა ეს ახალი საქართველოს მშენებლობა უნდა მოხდეს პოლიტიკ პარტნიორების განთავისუფლებით და სამართლიანი არჩევნებით. კი ბატონო, თქვენ ახლა პატიმრები ახსენეთ. არჩევნებზე კიდევ ვიტყვე, გავამახვილებთ. მზეა ამაღლებელზე მინდა გკითხოთ და ასევე თემურ ქათამაძის შესახებ, რომლებიც უკვე ძალიან დიდი ხანია შიმშილობენ და დღეს თუ არ ვწდები ვივამედის ექიმმა გააკეთა განცხადება, რომ თუ ხალბატონი არის ეს ყველაფერი, ძალიან საშიში არის და ახლა ქალბატონი მზია არის მაგალითი, ასე ვთქვათ, თანამედროვე თავდადების, კი, რა თქმა უნდა, თან ჟურნალისტი ქალბატონი და პრინციპში სასამართლო შეეძლო, რომ ეს ადამიანი ქონდა რამდენიმე შანსი, რომ გაეთავისუფლებინა, მაგრამ სასამართლოზე ახლა არა საუბარი, ეს პოლიტიკური დაკვეთაა და უბრალოდ მინდა აი ყველა დავაკვირდეთ მოვლენებს, რომ ხელისუფლებას არ აინტერესებს არა მარტო ქალბატონი მზია, არავინ არ აინტერესებს, ყოველს გაწირვა შეუძლია. აი ეს უნდა შევიგნოთ. სრულიად საქართველოს უნდა დავინახოთ, რომ ჩვენ გვყავს ხელისუფლებაში ძალა, რომელიც ყველას გაწირავს. ყველას, აბსოლუტურად ყველას. და მიიღებს რას? მიიღებს ძალიან ცუდ შედეგს მიიღებს. უბრალოდ დრო იკარგება ხალხო. დრო იკარგება, ეხა მე ქვეყნისთვის ჯობია თუ არა რომ ჩატარდეს არჩევნები ხელახლა. არჩევნები თან როგორი პროცესია, იცით, ქალბატონ თამარ. შეიძლება ახლა მე არჩევნებში 30 წელი არჩევნებში ვარ. არჩევნები უნდა იყოს, ახლა შეიძლება უნიკალური არჩევნები ვერ ჩატარდეს. აქ იმდენადაა დარღვეული საარჩევნო კანონმდებლობა და ადმინისტრაცია, რომ აი ამ ლაბირინთიდან გამოსვლას კიდევ რამდენიმე არჩევნები ჩატარება დაჭირდება. და საზოგადოების ამ მიმართულებით კიდევ დაჭირდება, რომ საზოგადოება ენდოს არჩევნებს, ხვდებით? ამას დრო დაჭირდება კიდევ, მაგრამ ამ მიმართულებით უნდა წავიდეთ. დავიწყოთ ამ მიმართულებით სიარული და ამ მიმართულებით სიარული არაა დაწყებული. დაწყებულია სიარული, დაგიჭერ, დაგაპატიმრებ, ჩემს სიტყვას თუ არ დაემორჩილები, ჩემს ბრძანებებს თუ არ დაემორჩილები და ასე შემდეგ. ეხლა რა ხდება, იცი, მე ერთ რამეს გავსვამ ხას. პირადად ჩემი ოჯახის ისტორიიდან ვიტყვი, ბაბუის ძმა შალვა კაპანაძე, რომელმაც 1900 წელს იყო დაბადებული და პირველ კლასიკური გიმნაზიაში სწავლობდა, ეს ადამიანი გაქრა 18-21 წლების დროს. ეს მე გავიგე ეხლა ბოლო წლებში, იმიტომ რომ ოჯახი მალავდა მას, რა თქმა უნდა. ბაბუას იმედი ჰქონდა, რომ 60-იან წლებში რო გამოჩნდა იქ ინტელისა ევროპიდან ხმები ვიღაცეების, რომ იქნებ ჩემი ძმაც გამოჩნდეს, რომ მაშინ გავიგეთ, რომ თუნდაც ძმა ყავდა და ის დამალული სურათები მისი და რაღაცეების გამოჩნდა, მიხვდით, გამოაჩინა. ჩვენი წინაპრები ისინი, მე დარწმუნებული ვარ, დაღუპულია რაღაც. ჩვენი წინაპრები იბრძოდნენ საქართველოსთვის. ჩვენც ყველა ვიბრძვით საქართველოსთვის. ვერ გავიმარჯვებთ, მაინც გავიმარჯვებთ. ჩვენი შვილები გაიმარჯვებენ, ჩვენი შვილები ვერ მოახერხებენ, ვისი შვილებიც მოახერხებენ, ის იქნებიან ჩემი შვილები. ანუ ჩვენ სამართლიან ბრძოლაში ვართ და ეს ბრძოლა გამარჯვებით დასრულდება. ყველა ვარიანტში დასრულდება გამარჯვებით. ჩვენ გვეჩქარება უბრალოდ. ჩვენ გვინდა რომ მოახერხოთ და ჩვენ გავაკეთოთ ის და არ დაუტოვოთ ჩვენ შვილებს და შვილიშვილებს გასაკეთებლად ეს საქმე. ეს არის. ძალიან დიდი მადლობა.
მადლობა რომ მობრძანდით და თქვენი შეხედულებები გაგვაცანით მიმდინარე მოვლენების შესახებ. ტელემაყურებელს შევახსენებთ, რომ დღევანდელი გადაცემის ჩვენი სტუმარი გახდათ ვანო კაპანაძე. მადლობა რომ გვიყურეთ. ერთმანეთს შევხვდებით ხვალ 20 საათსა და 30 წუთზე მეგატივის არხზე. ნახვამდის.